არა მარტო ირანზე, სასაუბროდ სტუდიაში მოვიწვიეთ ისტორიკოსი გუბა სანიკიძე, რომელიც იშვიათი სტუმარია უკვე ქართული ტელევიზიების, მისი ინტერესისა და ფოკუსირების საგანი კვლავ ისტორიას დაუკავშირდა, ამ მხრივ ძალიან საინტერესო გადაცემების ციკლს უძღვებით დროების YouTube არხზე და სხვათა შორის სამშაბათს განვაახლებთ ამ გადაცემების სერიას და გუბას იქაც ალექსანდრე მაკედონელის ირანის იმპერიაში ლაშქრობის ეტაპზე ვართ. ანუ ირანი ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია ყოველთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც განვითარებული მოვლენები ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას იმდროინდელ მსოფლიოზე. ირანი, რა თქმა უნდა, ბოლო 10 წლებში ასეთ გადამწყვეტ როლს არ თამაშობდა მსოფლიო პოლიტიკაში, მაგრამ მსოფლიო პოლიტიკაში რაც ხდება, ის კი ნამდვილად ახდენს აშკარად გავლენას იმაზე, რაც ახლა ხდება ირანის ქუჩებში. ამიტომ მოდით დავიწყოთ საუბარი იმაზე რაც ხდება მსოფლიოში, განსაკუთრებით რა დინამიკა შეიძინა ტრამპის ნაბიჯების შემდეგ ახალი წლის კვალობაზე, თუმცა ეს ამბავი ირანიდან დაიწყო, რომ დავფიქრდეთ, ანუ ვენესუელა არ იყო დაწყება, ეს იყო ალბათ თავად ირანის მიმართულებით შეერთებული შტატების გადაწყვეტილება სამხედრო იერიში მიეტანად ირანის ატომური პროგრამის ობიექტებზე, ანუ დაბომბვა როცა განხორციელდა, ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ შეერთებული შტატები სიტყვებიდან, გაფრთხილებებიდან რეალურ საქმეზე გადადიოდა. წავიდა, შემდეგ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ციკლი წრე და მივიდა კვლავ ირანამდე. რა ხდება მსოფლიოში, როგორ იცვლება ძველი მსოფლიო წესრიგი? საღამშვიდობისა, ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ ყველა შობა ახალ წელს მოგვიანებით, მაგრამ მთელი სულით და გულით. ხო, ახლა მსოფლიოში რა ხდება? ამას ჩვენ თუნდაც თქვენთან სტუდიაში ბატონ გიორგი ბევრჯერ გქონია ლაპარაკი, რომ პოცდამის მშვიდობა ჭალებში დავარქვათ, ეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მშვიდობა, რომელმაც საკმაოდ დიდხანს ნახევარ საუკუნეზე მეტხანს იარსება, დასრულდა, დამთავრდა ცივი ომი იმ სახით, რაც იყო ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის, ისიც დასრულდა. დარჩა ერთი ლიდერი დედამიწაზე, მაგრამ ამ ერთი ლიდერის პირველობას არ შეეგუა ძალიან ბევრი ქვეყანა და მსოფლიოში აღმოჩნდა ისეთ სახელმწიფოები, ამას ჩვენ დავარქვით და გვქვიათ და ეძახიან რევიზიონისტული ფრთა, რევიზიონისტული ბანაკი. რევიზიონიზმი ნიშნავს გადასინჯვას, უკმაყოფილებას რაღაცით, ხო? და რამოდენიმე ქვეყანა უკვე ღიად აფიქსირებდა თავის ასეთ მდგომარეობას, რომ შექმნილი წესრიგით, საერთაშორისო წესრიგით, ხო? ამაზედაც მინდა გავამახვილო ყურადღება, რას ნიშნავს საერთაშორისო წესრიგი, ხო? უკმაყოფილონი იყვნენ და ასეთად ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული ავტორიტარული რეჟიმები. რუსეთის მეთაურობით. რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ვენესუელა, ბელორუსი, სამწუხაროდ საქართველოც ამ ბანაკშია დღევანდელი მონაცემებით და მდგომარეობით, ხო? და ამ რევიზიონისტულმა სახელმწიფოებმა განსაკუთრებით რუსეთის ინიციატივით და მეთაურობით დაიწყო ამ მსოფლიო წესრიგის დანგრევა. ახლა როცა მსოფლიო წესრიგზეა ლაპარაკი და საერთაშორისო წესებზეა ლაპარაკი, ეს დადგენილი იყო და ავად თუ კარგად ის განვლილი ორი ბანაკი ამას იცავდა. იყო პროქსი დაპირისპირებები სხვადასხვა რეგიონებში, მაგრამ ღია დაპირისპირება არ ყოფილა და ორივე მხარე უნდა ითქვას, რომ იცავდა ამას, მაგრამ ახლა ეს რუსეთი გახდა ბანდიტი, მეკობრე. საერთაშორისო მეკობრე, რომელმაც ხო რომ მე არ მომწონს ასე, მე რაღაცები მინდა, ეს მიწა ჩემია, რუსეთს საზღვარი არ აქვს. რუსეთი არის იქ, სადაც რუსი ჯარისკაცის ჩექმა არის. ეს სახელმწიფო საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ხო, უკრაინა არ უნდა არსებობდეს. პრეტენზიები საქართველოს არ არსებობს. თბილისის გუბერნია იყო. სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმა მერე გამოაქვეყნა თავის ტვიტში, რომ მაშინ რუსეთი ჩვენ გვეკუთვნისო, იმიტომ რომ ჩინგისხაენის იმპერიაში შედიოდა, ხო? რაღაცა გამოგონილი ისტორიული ვითომ სამართლიანობები და ასე შემდეგ და დაირღვა მსოფლიო წესრიგი. ახლა მე რასაც ვატყობ ძალიან ბევრი მათ შორის ჩვენთანაც, ხო, ამერიკის დღევანდელ გააქტიურებასთან დაკავშირებით რაღაც უკმაყოფილობებს გამოთქვამენ, რომ აი ამერიკა რატო არ ღვევს წესრიგს. იცით როგორ არის საქმე? სხვათა შორის ჩვენ ლექციათა კურსში მოგზაურობა წარსულში ჩვენ ვილაპარაკეთ
პელოპონესის ომის დროს ეგრეთ წოდებული თუკიდიდეს მახე, თუკიდიდეს თეორია, ძალის სიმართლე და სიმართლის ძალა. ეს ორი განსხვავებული ეგრეთ წოდებული მელოსი, კუნძულ მელოსის კაზუსი, როცა ვსაუბრობდი, თუ იმეს დაინტერესებს, შეგიძლიათ ნახოთ, რას ნიშნავს ძალის სიმართლე. ვინ ძლიერია ისაა მართალი, მაგრამ არის სიმართლის ძალა. ანუ რაღაცა დათქმა არის, შეთანხმებულია ყველა, სუსტიც და ძლიერიც და იმას იცავენ. პატივცემს. პატივცემს იმათ. ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე ვცხოვრობდით, მაგრამ მე-21 საუკუნის დასაწყისში რუსეთმა აურია. რუსეთია ინიციატორი საერთაშორისო სამართლის იგნორირების და მსოფლიო წესრიგის დარღვევა დაიწყო რუსეთმა. მაგრამ როცა ვიღაცა არღვევს ამ შეთანხმებას, ანუ სიმართლის ძალას ვინც არღვევს, მერე სხვებიც ერთვებიან და ძვირფასო მეგობრებო, ვინც თვლით, რომ ამერიკა რაღაცას არღვევს დღეს. და კი მაგრამ თუ ვიღაცა არღვევს შეთანხმებას, დანარჩენები მაინც იმ ჯგუფზე უნდა იყვნენ? და ეს ქმნის ყოველთვის ომის პრეცედენტს, ომის წინაპირობას. კაზუს ბელე, ხო? რასაც ეძახიან ლათინები, ხო? რუსეთმა შექმნა ეს. და რახან რუსეთმა ძალის სიმართლეს დაიწყო ლაპარაკი, რახან მაგარი ვარ, ამიტომ მე ვარ მართალი, მაშინ მასზე უფრო ძლიერი სახელმწიფო ჩაერთო. ახლა ჩვენ ზუსტად 1 წლის წინ, როცა ტრამპი ახალი მოსული იყო პრეზიდენტად, ამ სტუდიაში ვიჯექით, როცა ჩვენ ეს თემატიკა გავშალეთ, რა მოხდა, როგორ რევოლუციური არჩევნები იყო ამერიკაში, რომ ევანგელისტურმა ამერიკამ გაიმარჯვა ლიბერალური ფორმაცია 30 წელი რომ დომინირებდა ზოგადად სოფლიოში, იმის ჩანაცვლება დაიწყო. ეს ბუნებრივი პროცესია, ხან ერთია, ხან მეორე. ციკლურია. ხო, სოფლიო კონსერვატიზმის აღზევება დაიწყო. მოსალოდნელიც იყო, იმიტომ რომ რაღაცები გაუმართლებელი ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო, ეს განსაკუთრებით დასავლურ ცივილიზაციას. ეგრეთ წოდებული მემარცხენე ლიბერალური დღის წესრიგი შეიქმნა. უღრმეს პატივისცემა თვითონ ცნებას ლიბერალიზმს, მაგრამ ეს ნეოლიბერალები ძალიან ხშირად ტოტალიტარული აზროვნების მიმდევრები არიან, რომ მაჩქუას თუ არა ხარ, ან ჰომოფობი ხარ, ან ფაშისტი ხარ, ან რასისტი ხარ, რასაც გინდა იმას დაგაბრალებენ და შვებოდნენ კიდევაც, მაგრამ ახლა შეიცვალა ეს. და გამოჩნდა ამერიკა, ახლა ტრამპზე როცა ვლაპარაკობ, მე არც ტრამპის მეხოტბე ვარ და არც მისი მიმდევარი არა ვარ. და მაშინაც თქვი, რომ რახან კარგი პოლიციელი არ მოუხდა ამ რევიზიონისტულ სახელმწიფოებს, ახლა მოვიდა ცუდი პოლიციელი. ეს ცნობილი თემა არის, ხო, საქმის გახსნაში, პრობლემის გადაწყვეტაში ორი პოლიციელი მონაწილეობს. ან კარგი პოლიციელი დაყვავებით, დამშვიდებით, ან თუ არა და ჭკუაზე თუ არ მოდის დამნაშავე, მაშინ ცუდი პოლიციელი ერთვება და ახლა თუ დაუკვირდეთ 1 წელი ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია რაღაცებს ითმენდა. და სხვათა შორის ეს ლიბერალური ფორმაციის თქვათ აპოლოგეტები ამბობდნენ, რომ ტრამპი რატო არ შვება არაფერს, რატო ეფერება ასე რუსეთს. და ახლა როცა მოქმედებაზე გადავიდა ეს ამერიკის შეერთებული შტატები, ახლა უკმაყოფილოები არიან, რომ თურმე ვენესუელაში უფლებები დაირღვა. ძვირფასო მეგობრებო, მითხარით რა, ვენესუელა არის მეზობელი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების. ზღვის გადაღმა არის. და იქ უკვე ფაქტიურად ვენესუელის ხელისუფლება, ეს მადურო, ისა გონება შერყეული მადურო, მიწვეული ყავდა რუსეთი, მიწვეული ყავდა ჩინეთი, მიწვეული ყავდა ჰამასის ბაზები იყო იქ, ჰეზბოლას ბაზები იყო, რაფული ტრიალებდა ნავთობის სადგად, ხო ხედავთ რა ხდება, როგორი შავი ბაზარია ნავთობის. და იძულებული გახდა ამერიკა თავის ინტერესების დაცვა დაიწყო. ამ გრენლანდიაზე არის კიდე ერთი ამბავი, რომ როგორ ბედავს ამას და გრენლანდიის რუკას თუ ვინმე დახედავთ, გრენლანდია არის ერთადერთი ადგილი ჩრდილო ამერიკის, რომელიც არის დაუცველი აბსოლუტურად. და სამხედრო სპეციალისტები დამეთანხმებიან, რომ რუსეთისგან სარაკეტო უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი არის გრენლანდიის დაცვა. უდიდესი პატივისცემა დანიის სამეფოს მიმართ, მაგრამ დანია არ არის ის ქვეყანა, რომ გრენლანდიის უსაფრთხოება უზრუნველყოფს. მე დაარწმუნებული ვარ, გიორგი. თუმცა დანია ნატოს წევრი ქვეყანა არის და შეერთებული შტატების ამის პროვოცირება საკითხი. მე დაარწმუნებული ვარ, დონეზე მისი განცხადებები პრობლემების შემქმნელი არის. გასაგებია, პრობლემების შემქმნელია, პრობლემები უпроსოდ არსებობს. ავარია საქმეში არ გადაიზარდოს. გიორგი, არ გადაიზრდება, გამორიცხეთ ეს არა? ეს არის დიდი სისულელე.
პრობლემებს კი არ აქმნის ტრამპის განცხადება. თუმცა ის პრობლემაა, რაზეც საუბრობს. პრობლემების აქტუალიზაცია, ეს პრობლემაა. ეს პრობლემაა, კი, ამას ყველა აღიარებს. მე ვარ დარწმუნებული, რომ ნატოს ფარგლებში და მოკავშირეების ფარგლებში შეთანხმება მიღწეული იქნება. გუბას. აუცილებლად. და დავასრულებ ახლა, ხო? გამოვყვეთ ახლა ვენესუელაზე როცა არის საუბარი, რატო არ გამოცვალა ხელისუფლება? მარტივია ძვირფასო მეგობრებო, ყველაფერ მიზეს აქვს თავისი შედეგი. ამერიკამ ძალიან ცუდი მაგალითი მიიღო ერაყთან დაკავშირებით, როცა ერაყში შევიდნენ და არ იცოდნენ მერე დიქტატურის დამხობის მერე რა უნდა გაეკეთებიათ. მაშინ მოხდა რა? ეგრეთ წოდებული ანტიბაასისტური ქმედება. ბაასის პარტია იყო მართველი პარტია. მაშინ ამერიკელებმა ერაყელი სამხედროები და ერაყის ადმინისტრაციული სახლში გაუშვეს და ზუსტად იმ გაყრილმა ოფიცრებმა შექმნეს მერე ისლამური სახალიფო, რომელიც პრობლემა აღმოჩნდა. ჩვენ რას ვხედავთ ახლა იგივე რუბიოს განცხადებით და ტრამპისგან განსაკუთრებით რუბიოს. სამ ეტაპიანი უნდა იყოს რა. პირველი პოლიტპატიმრების გამოშვება, მერე არჩევნების მომზადება და მერე არჩევნების ჩატარება, სადაც მთავარი დამკვირვებელი იქნება ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ რა. რაღაცებს თავისი ეტაპები აქვს, რაღაცებს თავისი გამოსავალი აქვს და ჩვენ ხედავთ თუ როგორ აქტიურად დაიწყო ამერიკამ მოქმედება, ხო? მას თავისი ინტერესები, თუ რუსეთს აქვს თავისი ინტერესები, თუ ჩინეთს აქვს თავისი ინტერესები, ამერიკას რატომ არ შეიძლება გქონდეს? ამიტომ ჩვენ ვართ უკვე პროცესი დაიწყო. რახან სიმართლის ძალაზე უარი თქვეს, ახლა ამუშავდა ძალის სიმართლე. ამ შემთხვევაში გუბას იმ ადამიანების ნაწილი, რომელიც მაინც უფრო ფრთხილად უყურებს ამ პროცესს, ობიექტურად ამოდის საქართველოს და ზოგადად პატარა ქვეყნების დამოკიდებულებიდან საერთაშორისო სამართალსა წესრიგზე დამყარებული წესების მორღვევის გამო, რადგან ჩვენ უფრო ახლოს ვართ რუსეთთან, ანუ აგრესორ მხარესთან და შეერთებული შტატების პოლიტიკის ფოკუსი რომ დასავლეთ ნახევარსფეროში დაამყაროს ეს წესრიგი პირველ რიგში და შემდეგ დანარჩენ მსოფლიოში თავისი ინტერესები დაიცვავს, აჩენს რაღაც გარკვეულ საფრთხეს იმ თვალსაზრისით საქართველოს დარჩება ან მოექცევა თუ არა შეერთებული შტატების აი ამ ინტერესებში. მაგრამ სწორედ ამიტომ გადმოვინაცვლოთ ახლა ამ რეგიონში, იმიტომ რომ ის რაც ხდება ახლა ირანში, როგორც შეიძლება დამთავრდეს თავის სხვადასხვა ვერსიით, რა გავლენაც მან შეიძლება მოახდინოს პირველ რიგში მთელს რეგიონზე და მათ შორის შეერთებული შტატების ინტერესების კიდევ უფრო აქტიურად შემოსვლაზე მთელს ამ რეგიონში, აზიაში, კავკასიაში. უნდა ვისაუბროთ. შენ გამოირჩევი წოდნით აღმოსავლეთის, მათ შორის სპარსეთს კარგად იცნობ, არაერთხელ ხარ ნამყოფი პარლამენტში ხელმძღვანელობდი კომიტეტს, რომლის მიმართულებაც იყო ზუსტად მათ შორის სპარსეთთან ირანთან ურთიერთობები. რა შეგიძლია გითხრა იმაზე, რაც ახლა ხდება იქ, რით განსხვავდება ეს პროტესტები იმისგან, რაც მანამდე ხდებოდა, რას ემყარება ზოგადად ეს პროტესტი და რა პერსპექტივა აქვს მის დამთავრებას. მოკლედ აიათოლები შეინარჩუნებენ ძალაუფლებას და თუ შეინარჩუნებენ რის ფასად და სანამდე გაგრძელდება ეს. ხო, პროტესტები ახლა ირანში ეს პირველად არ ხდება საერთოდ, რაც კი 79 წელს მოხდა ისლამური რევოლუცია და შაჰის ხელისუფლება დაემხო. ის მერე ბევრჯერ იყო გამოსვლებს, საერთოდ ირანელებს ჩვევიათ ხოლმე პროტესტი. სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს შეიძლება პროფესიული თქვათ პროტესტი იყოს, აი ჩვენ რასაც ვეძახით პროფკავშირებს. ირანში არის ამქრების სისტემა, რომელიც მე ძველ თბილისში იქიდან იმის გავლენით იყო ჩვენთან. ხო, რაღაცებს გამოდიან, ხან მძღოლები გამოდიან, ხან მასწავლებლები გამოდიან, მაგრამ პოლიტიკური მოთხოვნები ირანში არ იყო არასოდეს. ხელისუფლების ცვლის, აი განსაკუთრებით 2009 წელს იყო, როცა არჩევნების შედეგების გადათვლას გამოვიდა ხალხი ძალიან მასობრივი ხასიათი ჰქონდა მაშინ. არ იყო მაშინ ხელისუფლების ცვლილებაზე საუბარი. 2019-შიც იყო, 2022-შიც იყო, ხო? მაგრამ ეს არის პირველი, რითი განსხვავდება ეს არის პირველი პროტესტი, რომელსაც აქვს პოლიტიკური მოთხოვნა და კერძოდ ყველაზე რადიკალური ხასიათის სახელმწიფო წყობის ცვლილება. და საინტერესო ის არის, რომ კიდევ ეს პროტესტი რითი განსხვავდება დანარჩენი პროტესტებისგან. ამ პროტესტს ყავს უკვე ლიდერი.
კერძოდ უფლისწული რეზა ფეხლევის სხვათა შორის ორი სახელი ქვია. რეზას გარდა მას ქვია კიროსი. ხო, ჩვენ კიროსი იყო ირანის იმპერიის შემქმნელი და კიროს დიდი. ესე ქართულად რეზოთ შეგვიძლია დაუძახოთ, ხო? სხვათა შორის სპარსულად ფარსიზე რეზას ეძახიან რეზო, ასმაგივრად სპარსელები ოსხმარობენ რა. თვითონ ეს სახელი სპარსულად ასეთ ფორმით ხართ ჰამენეის როცა ვახსენებ მე ვამბობ სულ ჰომენეის, იმიტომ რომ სპარსულად ასე გამოითქმის რა. ასმაგივრად ოს ეძახიან. შახს ეძახიან შახ მაგალითად, ხო? ეს აშკარად გამოკვეთილი ლიდერია და ძალიან საინტერესო პიროვნება არის ახლა. და სხვათა შორის ეს დაპირისპირება უკვე მომიტინგეებსა და ხელისუფლებას შორის კი არა, ორ ლიდერს შორის დაპირისპირებაც არის უკვე. კერძოდ აიათოლა ჰამენეისა და რეზა შახს შორის, რეზა შეჰზადე, ანუ უფლისწული. თუ შაჰი არ არის ჯერ ის, ხო? შეჰზადე ნიშნავს უფლისწულს ქართულად. პრინცი არ არის ქართული სწორი ფორმა. ჩვენ მომეტებულად გვაქვს ტერმინოლოგია, ჩვენ დიდი ისტორიის მქონე ხალხი ვართ და ჩვენ ტერმინები გვაქვს, ამიტომ არ გვჭირდება პრინცი. უფლისწული ქვია მას, ხო? უფლისწული რეზას ფეხლევის ახლა. ვინ არიან ესე მოკლედ მინდა შევთანხმდე, ფეხლევების დინასტია მოვიდა 1925 წელს. აი რეზას უფლისწულ რეზას ბაბუა რეზა ფეხლევი მოვიდა სამხედრო გადატრიალებით, ყაჯარების დინასტია დაამხო და 25 წელს მოვიდა, ეს იყო რეფორმატორი კაცი, პირველი, ანუ ამისი ბაბუა. რეზა შაჰი, რომელმაც ვესტერნიზაცია დაიწყო, სხვათა შორის ათათურქმა და რეზა შაჰმა დაახლოებით ერთ დროს დაიწყეს ვესტერნიზაცია, იმან ოსმალეთის იმპერიის, ამან კიდე სპარსეთის და მან დაარქვა ოფიციალურად ირანი. მანამდე სპარსეთი ერქვა. მაგრამ მე ის აღმოჩნდა, მას ჰქონდა გარკვეული სიმპათიები ადოლფ ჰიტლერის და 51 წელს მოკავშირეებმა, კერძოდ ჩერჩილმა და სტალინმა გადააყენეს. და მოვიდა აი დღევანდელი რეზა, უფლისწულ რეზას მამა მუჰამედ რეზა ფეხლევი. რეზა მათი სახელია თავარი, ხო? მაგრამ პირველი იყო რეზა შაჰი, მერე იყო მუჰამედ რეზა შაჰი და ეს არის უფლისწული რეზა კიროსი, ხო? და მან გააგრძელა მამამისის რეფორმები, ირანი მაშინ 79 წლამდე იყო ფანტასტიკური აბიჯებით მიდიოდა წინ, მაგრამ ჰქონდა ასევე სისუსტეები, ჰქონდა კორუფცია და გარკვეული სისასტიკეებსაც ავლენდნენ მაშინ. ეკონომიკური და ჰქონდა ძლიერი ხუთეულში აპირებდნენ. ფანტასტიკურად, ის რო გაგრძელებულიყო ირანი, ახლა თურქეთის წარმატებას ჩვენ ხედავთ, ხო? აი ძნელი სათქმელი ახლა ეს მარჩელობა არ ვარ რა იქნებოდა სინამდვილეში. მე არ გამოვრიცხავ ირანს გადაესრო თურქეთის. მით უმეტეს მათი ბუნებრივი რესურსებისა და მათ შორის მოსახლეობის საშუალო განათლების დონის საგრძნობი განსხვავებით მოსახლეობასთან და ირანელებზე ზოგადად ახ ძვირფას მეგობრება შეიძლება რაღაცა სტერეოტიპები გქონდეს დღევანდელობისაგან. მე გეტყვით რომ ერთ-ერთი საუკეთესო, ერთ-ერთი კეთილშობილი ხალხია სოფლის ისტორიაში და ერთ რამესაც დავამატებ გიორგი. ეს არ არის რეგიონალური სახელმწიფო. ირანი არის სახელმწიფო, რომელსაც გავლენები რეგიონზე კი აქვს, სოფლიოზე აქვს. აი ეს პროცესები ახლა რაც ირანში ხდება, ეს არ არის რეგიონალური პროცესები. ეს არის სოფლიოზე იქონიებს. ისეთი მოცულობის ქვეყანა არის. და ეს გავაგრძელებ რეზაზე, საუბარს დღევანდელ უფლისწულზე. ამერიკაში გადავიდნენ, ამის მალე გარდაიცვალა გაქცევის მერე, კიბოთი გარდაიცვალა, მუჰამედ რეზა ფეხლევი, შაჰი, ბოლო შაჰი. თვითონ ამერიკაში დასახლდნენ საბოლოო ჯამში ამერიკის მოქალაქეებს, ხოთა შორის სამხედრო პილოტია. ესახაერო თავდა. ხო და ერთ საინტერესო ამბავიც მინდა გითხრათ, ირან-ერაყის ომი რო დაიწყო 1980-1988 წელში დიდი ომი იყო ირანსა და ერაყს შორის, როცა სადამ ჰუსეინი დაესხა მაშინ ირანს, ახალი მომხდარი იყო რევოლუცია, მაშინ ახალგაზრდა იყო რეზა ფეხლევი და მან თხოვნით მიმართა ირანის ხელისუფლებას, მამამისის დამამხობელ ხელისუფლებას, რომ მომეცით უფლება, რომ ჩამოვიდე და ვიომო ერაყის წინააღმდეგ. და მაშინ უარი უთხრეს. ეს არის ძალიან განათლებული კაცი, ძალიან დახვეწილი კაცი. თვითონ ახ ფეხლევების დინასტია ძალიან საინტერესო მოვლენა არის ახლა. ესენი არიან ძველი პართიული დინასტიის კარიმ ფეხლევების შთამომავლები.
რომლებიც თვითონ თავის წარმომავლობას უკავშირებენ, აი ჩვენ ლექციაში რო გავიარეთ, არტაქსერქსე მეორე მნემონი, ანუ მეხსიერების მქონეს. იმათი შთამომავლები არიან. ხა შეიძლება ამ საქმესთან არ იყოს შუაში ერთ საინტერესო საგულისხმო უნდა გითხრათ. სხვათა შორის საქართველოში არის ამ კარიმ ფეხლებების შთამომავალი გვარი, ქართული გვარი არის. ქართული გვარი. აქედან გამომდინარე, რომ ირანის შაჰის ნათესავები არიან, ერთ-ერთი ვერსიით პავლენიშვილების გვარი არის. რასამოვთ. კი. აი ირაკლი პავლენიშვილი რო დადის თქვენთან, ეს ძალიან კარგი ბიჭია, ხო? ძალიან წესიერი და კარგი და პერსპექტიული ახალგაზრდა. პავლენიშვილები და ფეხლებები გარკვეულ ნათესაობას ავლენენ ერთმანეთთან რა. ხო და ირაკლი უნდა გაუშვათ ელჩად. ძალიან ხელისუფლება შეიძლება და კონსტიტუციური მონარქია. საქართველოში არის ასეთი გვარები, ახლა ფანტასტიკური გვარები. ანდრონიკაშვილი ბიზანტიის იმპერატორების შთამომავლები არიან საერთოდ. კიძიყის მოურავები, ხო? ჩვენ საქართველოს ისტორიაზე აფერი არ ვიცით, სინამდვილეში ჩვენ აი მასამ ხალხის მასას წარმოდგენა არ აქვს ჩვენი ქრონის ისტორიას. მაგ დეფიციტს ვავსებთ და გუბას დაუბრუნდეთ. ეს ძალიან საინტერესო კაცია, მე კიდევ ძალიან დიდი არის ირანული ემიგრაცია, გიორგი, სადღაც 6-დან 8 მილიონამდე არის. ამერიკაში არის 2 მილიონი საარჩევნო ხმა ირანული. რა ძალიან მნიშვნელოვანია საომავლო არჩევნებისთვისაც და ყოველთვის. კანადაში არიან ბევრი. საერთოდ ირანელები ემიგრანტები გამოირჩევიან თავის მაღალი კულტურით და ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწიეს მედიცინაში, საინჟინრო ხელოვნებაში. არაჩვეულებრივი ექიმები არიან ირანელები, მაგალითად ამერიკაში, სხვათა შორის დღეს ტორონტოში იყო 100,000 კაციანი მიტინგი კანადაში. იქაური ირანელების, ხო? და იქ უპირობოდ მეთაური არის და კიდევ დემონსტრანტებმა განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის ის ლიდერია. ანუ რაც აქამდე ირანულ ოპოზიციას არ ქონდა, მან ის მიიღო. ეს არის ლიდერი ყავთ მათ. ხო მეორე მხარეს ვინ არის, ხო? ეს არის აიათოლა ხამენეი, რომელიც საკმაოდ საინტერესო ადამიანია, ხო ვერ ვიტყვით, რომ არ არის საინტერესო ადამიანი, რთული ბიოგრაფიის მქონე. იმთავითვე ირანის რევოლუციაში ახალგაზრდა იყო მაშინ ის, ეს აზერბაიჯანელია წარმოშობით სხვათა შორის. რეზა ფეხლევი პრეზიდენტი ახლა. ეს შახსე დაუბრუნდები უცებ ვიტყვი, ეს არ არის სპარსელი, ეთნიკურად სპარსელი, მაზანდარანელი არის. და დედამისი დედოფალი ფარახი იყო აზერბაიჯანელი. თვითონ ეს ალი ხამენეი არის აზერბაიჯანელი და თავი გამოიჩინა ირან-ერაყის ომის დროს, როცა ხორეფშეხირის ალყის დროს გამოიჩინა იქ თავი რა, ერაყელებთან ომის დროს. მერე სწრაფად დაწინაურდა. იყო ასეთი აიათოლა მონთაზარე. ეს უნდა ყოფილიყო აიათოლა ხომეინის მემკვიდრე, მაგრამ მონთაზარმა როცა რევოლუცია მოხდა და ნახა რომ ახალი ხელისუფლება, ანუ ისლამური ხელისუფლება ახალი ძალიან მკაცრი ზომები დაიწყეს და ყოფილი მოკავშირეების, მარქსისტების და მემარცხენეების დაჭერები დაიწყეს, ტელევიზიები დახურეს, ტერორი დაიწყო, ფიზიკურად ანადგურებდნენ შახის მომხრეებს. მერე ამერიკელი ტყვეები აიყვანეს გახსოვთ თქვენ, ხო? მაშინ აიათოლა მონთაზარი დაუპირისპირდა აიათოლა ხომეინს, ლიდერს. სინამდვილეში იმ რევოლუციას ორი ლიდერი ყავდა. ჩვენ ვიცით, რომ აიათოლა ხომეინი იყო უპირობო ლიდერი. არა, მონთაზარი ციხეში იჯდა 16 წელს შაჰის დროს. და 80-იან წლებში აიათოლა ხომეინიმ თავის მოკავშირედ აიათოლა მონთაზარი გამოაცხადა, მაგრამ მონთაზარი საბოლოოდ დაუპირისპირდა აიათოლა ხომეინის, როცა სალმან რუშდი, გახსოვთ ხო მწერალი, რომელმაც სატანისტური ლექსები დაწერა ყურანის კრიტიკაზე, როცა იყო გადარჩა. მაშინ ფეტვა გამოუშვა აიათოლა ხომეინი, ფეტვა ძვირფასო მეგობრებო, ეს არის რელიგიური იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ავალდებულებს ყველა მორწმუნეს, რომ შეასრულოს და ფეტვაში ეწერა, რომ რუშდის სადაც ნახავდნენ, უნდა მოეკლათ. და მაშინ საბოლოოდ დაუპირისპირდა. ის მონთაზარი ძალიან საინტერესო კაცი იყო. ის მოითხოვდა პარტიების აღდგენას, ის მოითხოვდა ტერორის გაუქმებას. ის იყო უკმაყოფილე, რომ ირანი საერთაშორისო იზოლაციაში მოხვდა. ასე როცა ვლაპარაკობ ჩვენ აიათოლების ხელისუფლების ყველა ერთნაირი არ არის. ხო? მაგრამ მე ის გადააყენა ხომეინი, წაართვა ყველანაირი ტიტულები, აიათოლა არის ტიტული, ისლამური შიიტური ტიტული არის.
დაახლოებით ისე ცუდად რომ შევადაროთ, რაც არიან კარდინალები მაგალითად მასში კათოლიკურ ეკლესიაში და მე საშინაო ტყვეობაში, პატიმრობაში იყო და 2003 წელს მოკვდა ხომში თავისუფლeur ქალაქში, იმას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. და მე ეს გამოაცხადა მაშინ ეს ახალგაზრდა. ამას 91 წელს თუ არ ვცდები, თუ როდის აღარ მახსოვს, თუ უფრო მოგვიანებით ტერორისტული აქტიც მოუწყეს ხამენეის, ვინც მართავს დღეს და სხვათა შორის თუ ხარ დაკვირვებული მარცხენა ხელით ართმევს, სტუმრებს ხელს, და მარჯვენა ხელი გამხმარი აქვს, ვერ აღიდგინა იმ ტერორისტს მერე. ის მართავს ამდენი წელია, ხო, უკვე 99-ში მოკვდა აიათოლა ხომეინი და მის მერე ეს მართავს. მაშინ სხვათა შორის ორი პერსონა იყო ძალიან ძლიერი. აიათოლა ხომეინის აქვს ნათქვამი, რომ ისლამური რესპუბლიკა მანამდე იქნება მყარი, სანამდე ხამენეი და რაფსანჯანი იქნებიან ერთად. და მაშინ გაიყო ეს ხელისუფლება, ხამენეი გახდა რაჰბარი, ანუ ბელადი, ეს სასულიერო ტიტულია. და რაფსანჯანი გახდა მაშინ რაფსანჯანი ძალიან მაგარი კაცი იყო, ხო, მე შენახვედრი ვარ სხვათა შორის. იცით, ალავერდი ხანი უნდილაძეზე თავის დაწერილი ლექსი წაგვიკითხა. ალავერდი ხანი უნდილაძეს დიდი რეფორმატორი იყო ირანში და დიდი პატივით სარგებლობს დღესაც. ხო, ქართველი დიდებული, შაჰაბას მარჯვენა ხელი იყო ისა და ამიტომ ეს მართავს დღეს, ხო, ორი პერსონის ბრძოლაც მიდის. ახლა რაც თავარია, უფლისწული რეზა ძალიან პოპულარული ახალგაზრდობაში. რაც საკმაოდ უცნაურია, იმიტომ არ არის უცნაური, რატოა უცნაური? მონარქისტულ სენტენციებზეა მაინც. თუმცა ამ ახალგაზრდობას არ ახსოვს ის ცუდი, მათ შორის რაც მონარქის მმართველობის ბოლო წლებს ჰქონდა განსაკუთრებით მოწინააღმდეგეების ტერორის, სოვაკის სპეცსამსახურის მუშაობის, წამების და სხვა ბევრი რაღაცის გამო. მაგრამ ეს ადამიანი თვითონაც ამბობს, მე უსმინე, რამდენიმე გამოსვლას. ტრანზიციულ ლიდერად წარმოუდგენია თავი და თავაზობს, რომ დემოკრატიულ არჩევნებამდე ქვეყნის დემოკრატიული ძალების კონსოლიდირებისთვის, მშვიდობიანი ტრანზიციისთვის თავაზობს საკუთარ თავს, როგორც ფიგურას. თუ რევოლუცია განხორციელდა წარმატებით, აუცილებლად მათ შემაკავშირებელი ფიგურა დაჭირდებათ ირანელებს. და უფლისწული რეზა არის ასეთი კაცი. ის არსად არ ამბობს, რომ მას მონარქიის აღდგენა უნდა. ხანდახან მარტო ქართულენოვანში, არამედ რუსულენოვანშიც და ინგლისურენოვან მაშინ რა ქვია მედია საშუალებებში და სოციალურ ქსელებში არის ლაპარაკი, რომ მონარქიის აღდგენა არავითარ შემთხვევაში. რა აუცილებელია, რომ ის შაჰი გახდეს. ის შეიძლება გახდეს პრეზიდენტი, ის შეიძლება გახდეს პრემიერი. ის ამბობს, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს ირანის ამ რევოლუციის მერე, თუ ხელისუფლება შეიცვლება, ირანში უნდა ჩატარდეს სახელმწიფო მოწყობაზე რეფერენდუმი. უნდათ მონარქია, მონარქიას დაუჭერენ მხარს, უნდათ რესპუბლიკა. დაუჭერენ რესპუბლიკას, ოღონდ ერთი პირობით. ეს უნდა იყოს სეკულარული სახელმწიფო. სეკულარული. უნდა იყოს თეოკრატია. არავითარ შემთხვევაში თეოკრატია. რა პერსპექტივა აქვს რთულია, იმიტომ რომ მართლაც ინფორმაციის მასზე წვდომაც ძალიან გართულებული არის სტარლინკების მეშვეობით რაღაც იშვიათ ვიდეოებს ნახულობთ დაღუპულების რაოდენობაც კი მერყეობს დაწყებული დადასტურებულად 260-დან ზოგიერთ შემთხვევაში ვიგებთ რომ ზოგიერთ ერთ ქალაქში მორგში მარტო 70 იყო ხო ანუ როგორც ჩანს მაინც ძალიან სასტიკი მეთოდების გამოყენება უკვე უწევთ რაც უკვე იმ გაფრთხილების ხაზს გადასვლა რაზეც პრეზიდენტმა ტრამპმა საჯაროდ განაცხადა ანუ ყველა ვარიანტში რეაგირება მოუწევს შეერთებულ შტატებს თუმცა ამ რეგიონში შეერთებული შტატები განსაკუთრებით ირანთან მიმართებაში მარტო არ არის აქ არის ისრაელი ოღონდ მარტო ისრაელიც არ არის, აქ არის შეერთებული შტატები ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე, როგორც არის საუდის არაბეთი. და არ დაგვავიწყდეს თურქეთიც. შესაბამისად, არ დაგვავიწყდეს ტალიბანი ავღანეთში. ეგ მე დამავიწყდა კარგია, შენ გახსოვს და აი ამ რეგიონალური კონტექსტის გათვალისწინებითაც როგორ უნდა იქნეს გათვალისწინებული ყველას ინტერესი, რომელიც თულად გასათვალისწინებელია თავად შეერთებული შტატების მოკავშირეებს შორის. ხო, მე ვფიქრობ, რატომღაც ასე მგონია ხარ, რანაირი ინფორმაცია მე არ გამაჩნია, ამერიკელები უფრო სერიოზულად უდგებიან ამ საკითხს, ვიდრე აქამდე რაიმე პრობლემატიკას უდგებიან. ეს არ აგავს კიდე ისრაელ 14 დღიან ომს. არავითარ შემთხვევაში ამერიკამ კერძო თავისი ფუნქცია შეასრულა, დაბომბა ბირთვული ობიექტები და წავიდა, ხო? მაგრამ ახლა აქ არის საუბარი, როგორ იქნება.
თვითონ ირანი, ძვირფას მეგობრებო, არის ეს არის ურთულესი და ძალიან მრავალფეროვანი სახელმწიფო. ჩვენ როცა ვამბობთ ირანელებს ტერმინს, ხო, ეს არის კრებითი ტერმინი, მაგრამ სხვადასხვა ეთნიკური ერთეულებისგან შედგება. ირანში ყველაზე დიდი ეთნიკური ერთეული არის სპარსელები, რომლებიც დაახლოებით 60%-ია. ყოველ შემთხვევაში ირანში არ ითვლიან ეროვნებას, ირანში ითვლიან რელიგიას. აქ სხვათა შორის ეს კარგი გამახსენდა. ახლა რაც ხდება, იქ არის ისლამიზმისა და ირანული ნაციონალიზმის ომი წავიდა. კი, ანუ ორი იდენტობის ამის პრობლემა ჩვენ არ აქვს, იმიტომ რომ ქრისტიანობა და ქართული ეროვნულობა, ნაციონალიზმი ერთი და იგივეა. მაგრამ ირანში ეს პრობლემას ქმნის. ისლამი არ არის მათი მშობლიური რელიგია და რაც თავია, ისლამი ირანში თავის დროზე მე-8 საუკუნეში არაბებმა מחვილით გაავრცელეს. ამიტომ თავს მოხვეული არის მათთვის. მათ თავიანთი ეროვნული რელიგია აქვთ, ეს არის მაზდეიანობა, ხო? რომელიც თავის დროზე ჩვენც იყო. რომელიც განადგური, რომელიც გარკვეულწილად ჩვენც იყო ქრისტიანობამდე, ხო, მაგრამ ირანული ნაციონალიზმი, აი ახლა თეირანის და სხვა ქალაქების ქუჩაში ერთმანეთს ებრძვის ისლამიზმი და ირანული ნაციონალიზმი. ეს არის ფაქტი. და რომელი გაიმარჯვებს, არის სხვათა შორის ამ უფლისწულის მამა ბოლოშახი რეზა ფეხლევი ირანული ნაციონალიზმის დამკვიდრებას ცდილობდა, როცა მან ირანს გადაუხადა 2500 წლის თავი პერსეპოლისში, ძველ დედაქალაქში, აქემენიდების, ხო? მაშინ ის ნაციონალიზმის სხვათა შორის წელთაღრიცხვის შეცვლაც უნდოდა მას. უნდოდა აქემენიდებიდან აეთვალა, იმიტომ რომ დღეს ირანში არის ჰიჯრით. ისლამური 1445 წელი არის ახლა. ანუ არაბული მთვარის კალენდრით არის, ხო? ისა ყველაფრის შეცვლა უნდა, მაგრამ არ გამოუვიდა ახლა მაშინ. ხო, დღეს მიდი, ახლა იქ შიგნით რა ხდება? იქ არის ეთნიკური ერთეულები, სპარსელები არიან ყველაზე მეტი, მერე არიან აზერბაიჯანელები 20-დან 30 მილიონამდე, ზოგი 25-საც ამბობს. არიან ქურთები, არიან არაბები, არიან ლურები და არიან ბელუჯები, ხო. კიდე სხვები არიან, ახლა იქ თურქმენები. ეს სხველი ეთნიკური ჯგუფები ეს არის. ირანში ეთნიკურობა აკრძალულია რელიგიურ და სხვათა შორის მეჯლისში არის რელიგიური კვოტები. უმრავლესობა შიიტები არიან, მაგრამ კვოტა აქვს სუნიტებს, ანუ ქურთებს, იმიტომ სუნიტები ქურთები არიან. და კვოტა აქვს ქრისტიანებს, ანუ სომხებს. და ერთი მანდატი აქვს თუ არ ვცდები იუდეველებს. არა ებრაელებს, არამედ იუდეველებს. სხვათა შორის ირანის სამთავრობო პროპაგანდა ისრაელს არასდროს არ ახსენებს. ისინი ეძახიან სიონისტებს. ტერმინ ისრაელს არ ახსენებენ საერთოდ რა. იმიტომ როგორც სახელმწიფოს არ აღიარებენ. არ აღიარებენ როგორც სახელმწიფოს, ხო და ახლა როგორ განვითარდება ჩვენ რა ინფორმაციაც მოგდის ახლა ყველას დაახლოებით თანაბარი ინფორმაცია გვაქვს, ანუ უინფორმაციობაში ვართ ჩვენ. მოდის ძალიან რთულად გადაკეტილია საინფორმაციო სიტუაციები, ერთმანეთის გამომრიცხავები, თქვათ, რომ სამთავრობო ავრცელებს, რომ პირიქით ხელისუფლება იმარჯვებს, არის ოპოზიციური, მაგალითად მეშხედი მეორე ქალაქია. პირველი არის თეირანი, მეორეა მეშხედი, მესამეა ისპაჰანი. მეშხედი ესაა რელიგიური ცენტრი აღმოსავლეთში. არასოდეს მანამდე მეშხედში გამოსვლები არ იყო. იქ არის დაკრძალული იმამი რეზა, რომელიც შიიტური ისლამით ან 12-იანელთა ისლამით მერვე იმამი არის, ანუ რელიგიური ცენტრია. იქაც კი გამოსვლებია და რამოდენიმეჯერ ყუმშიც მაგრამ ყუმზე უფრო მნიშვნელოვანი მეშხედი რატოა დიდია მეშხედი 4 მილიონი განცხოვრობს. და არის მონაცემები რომ მეშხედი საერთოდ აჯანყებულებმა უკვე ხელში ჩაიგდეს. არის მასში რა ქვია ქურთისტანში არის შეიარაღებული გამოსვლები, კერძოდ საუბარი არის ინფორმაციები გამოდის რომ ქურთები უკვე რაზმებს ქმნიან და ასევე ბელუჯები. ბელუჯები ტრადიციულად ომობენ რა. ბელუჯები ერთ-ერთი ყველაზე მეომარი ხალხი არიან აზიაში სხვათა შორის. თავის დროზე კიროს დიდი ამათ შეეწირა. ესე მასაგეტების შთამომავლები არიან. ბელუჯები ვისა რა ქვია შეიარაღებული რაზმები ყავთ. დღეს გავიგერო თითქოს და ერაყის ქურთისტანიდან უკვე ქურთულმა რაზმებმა დაიწყეს გადასვლა თავის თანამოძმეებთან დასახმარებლად. არის ინფორმაცია რომ
ამ ირანელებმა ხელისუფლებამ ერაყიდან გადაყავთ შიიტების რაზმები. ესეთ ინფორმაციას ბევრი რაღაცები არის რომ ქალაქები მიახმარეს ხელისუფლებას. არის საუბარი რომ უცნაურად აჩვენეს. გიორგი არის საუბარი რომ ანტირელიგიურია 30-ზე მეტი მეჩეთი არის დამწვარე ამბობენ ამას, მაგრამ არის ინფორმაციები რომ ბევრ მომიტინგეს სათავეში მოლები უდგანან. აი მაგალითად მეშხეთში ხალხს შეუერთდნენ მოლები, იქაური სასულიერო პირები. ამიტომ ამ ორი პიროვნების ომი წავიდა რა, უფლისწულისა და აიათოლასი რა. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი, არ ვიცი როგორ იქნება. თავარი არის ახლა რასიზმს ამერიკის ისრაელი რა თქმა უნდა ალბათ შეიძლება არ უნდა ვამბობ და ალბათ რაღაცების ჩართული იქნება. აზერბაიჯანი დაგვავიწყდა ჩვენ დაინტერესებულ მხარეებს შორის რა, იმიტომ რომ იქ აზერბაიჯანული მოსახლეობა დიდი ხო, თურქეთი იგივე ხო, მაგრამ გადამწყვეტი იქნება ტრამპი რასიზმს და ადმინისტრაცია მათ უკვე ავანსად რაღაცები ნათქვამი აქვთ. და ამიტომ უახლოეს დღეებში გაირკვევა ეს ამბები რა. მართლაც ასია და რა თქმა უნდა უმძიმესი სიტუაცია, მაგრამ ფაქტი არის რომ ირანელი ხალხი იბრძვის. იბრძვის. ამან ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს მთელს რეგიონში და მსოფლიოში, როგორც დავთქვი. ჩვენ საქართველოს პრიზმიდან უყურებთ ხადია ამასთან თავისუფლებისთვის ბრძოლას, უნივერსალური ღირებულებებისათვის ბრძოლას გულშემატკივრობთ სოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მაგრამ ეს პირდაპირი გაგები ჩვენთან ძალიან ახლოს ხდება, თან უზარმაზარ სახელმწიფოში, სადაც აი ამ ტრანსფორმაციამ მთელს რეგიონზე შეიძლება მოახდინოს ძალიან დიდი გავლენა. მათ შორის მნიშვნელოვანი იქნება იმ მხრივ, რომ ჩვენი მთავარი მტერის, რუსეთის დასუსტების პროცესში ძალიან სერიოზული ფაქტორი იქნება თუ კი ირანი გახდება პროდასავლური დემოკრატიულ საწყისებზე დაფუძნებული სახელმწიფო. მაგრამ ჩვენს ქვეყანას მიმდინარეც ბევრი პრობლემა და გამოწვევა აქვს და აი ამ პერსპექტივაში დღევანდელობიდან გადასახედით მაინც რას გამოყოფთ, როგორც ესე ვთქვათ, მთავარ საფრთხეებს იმას, რაზეც ამ ქვეყანაში ვსაუბრობთ ამ თვეების განმავლობაში, რისთვისაც იბრძვის ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი. ირანში ცვლილებები არც მეტი არც ნაკლები გამოიწვევს ერთ შედეგს რა, რევიზიონისტული ბოროტი ღერძი ჩამოიშლება ყველა ვარიანტში. იმიტომ რომ სინამდვილეში ამ რევიზიონისტული ალიანსის შემაკავშირებელი არა რუსეთი, არამედ ირანია. ამიტომ ამას დიდი გავლენა ექნება. ჩვენზეც გავლენა აქვს. საქართველოში ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ ახლა ეს დღევანდელი ხელისუფლება რეაგირებას ვერ აკეთებს. რა თქმა უნდა, ვერ აკეთებს, იმიტომ კი არა რაღაც ნეიტრალიტეტი უჭირავს. არამედ იმიტომ რომ ეშინიათ. ახლა მე დარწმუნებული ვარ ქართული ოცნების ხელისუფლების ჩვენი ხელისუფლება არ არის, დე ფაქტო ხელისუფლება მათი მომხრეების მნიშვნელოვანი ნაწილი აიათოლების მხარეზე არის. არ უნდა ამას ბევრი მარჩიელობა რა. არიან კიდევაც და აფიქსირებენ კიდევაც. ხო? შემდეგ ის რომ ირიბათ, მაგრამ ყველა ვარიანტი ჩვენზე გავლენას იქონიებს აუცილებლად. ეს ჯერ არა, მაგრამ მე იქონიებს, ხო? მე შიგნით, ქვეყნის შიგნითაც. ერთი რამე გვახსოვდეს, სხვათა შორის ლიბერალური მართლობის ერთ-ერთი დიდი შეცდომა, რაც იცვლება უკვე და უკვე მემარჯვენეები და კონსერვატორები იმარჯვებენ უკვე, მარჯვნივ მოტრიალდა სამყარო, განსაკუთრებით დასავლური სამყარო, ხო? იყო ის, რომ იგნორირება გაუკეთეს რელიგიას. რელიგია ერთ-ერთი მთავარი საზღვრელი არის პოლიტიკის და ყოველთვის ასე იყო. და მაშინ გამოგვიცხადეს, რომ არაფერ შუაში არ არის. არა და რელიგიას აქვს ახლა. მე ძალიან მინდა ცალკე შევეხო კიდე ამასთან კავშირში არის. როგორ იქცევა დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება? საფრთხეებს უზდის საქართველოს. როგორ მოიქცა ეს ხელისუფლება? ჩაკეტა დასავლეთი, ჩვენი ბუნებრივი სამყარო, ჩვენი სახლი, ჩვენი შინ, რაც არის, ხო, დასავლური ცივილიზაცია და კარი გაუღო აღმოსავლეთს. ახლა მე მინდა უღრმესი და უდიდესი პატივისცემა დავაფიქსირო ისლამის მიმართ. ძვირფასო მეგობრებო, მე ისლამის სპეციალისტი ვარ და ეს სპეციალობა ავირჩიე ისლამისა და ისლამური სამყაროს დიდი პატივისცემის გამო, ამას სხვანაირად არ გამოვა, ხო, მაგრამ მე მინდა გითხრათ ერთი რამე რა. ისლამი არის მრავალფეროვანი, ისევე როგორც ქრისტიანობა. ჩვენ წარმოდგენა გვაქვს, რომ ყველა მუსლიმი ერთ ჯგუფზეა, ყველა ერთნაირად არავითარ შენ თვით მუსლიმების წინასწარმეტყველს და მოციქულს მუჰამედს აქვს ნათქვამი, რომ ჩემი სიკვდილის მერე თქვენო 73-ად დაიშლებით. მაგრამ მეორედ მოსვლის დროსო
ჭეშმარიტი ერთი იქნება და 72 მიმდინარეობაო ჯოჯოხეთში აღმოჩნდებით. გარდა იმისა, რომ თეოლოგიური და იურიდიული სკოლები არის განსხვავებული, არსებობს ეროვნული ეთნიკური ისლამიც არის. მაგალითად არსებობს ოსმალური ისლამი, არსებობს არაბული ისლამი, არსებობს სპარსული ისლამი, ირანული ისლამი, არსებობს კავკასიური ისლამი, ჩრდილო კავკასიური, არსებობს შუა აზიური, განსხვავდებიან. აი მე მინდა რა ვთქვა მაგალითად, ოსმალური ისლამი, რომელიც ჩვენთვის ტრადიციულია უკვე განსაკუთრებით ქართველ მუსლიმებში. ოსმალური ისლამი გამოირჩეოდა რითი? ოსმალურ ისლამში დიდი გავლენა ჰქონდა სუფიების მოძრაობას, კერძოდ ბექტაშების მოძრაობას რა. ხო, სულთნები, მაგალითად სულეიმან კანონი, ყველაზე დიდი სულთანი, ვინც იყო, ის მფარველობდა. როგორც ამბობენ, ჰაჯი ბექტაში, ვინც დააარსა სუფიების მოძრაობა, ოსმალური სუფიები, პირველი სულთანი ოსმან ღაზი მან აკურთხა. ამიტომ ოსმალური ისლამი ძალიან ისეთი ნეიტრალური იყო და ოსმალეთის იმპერიაში რელიგიური დევნები ნაკლებად იყო. განსაკუთრებით მე-19 საუკუნე. სპარსული ისლამი, ირანული ისლამი, ვიცით, ესაა შიიტური ისლამი. ვიცით, შუააზიური ისლამი, რომელიც ძალიან სეკულარულია და ამაზე დიდი გავლენა იქონია ჯერ რუსეთის იმპერიამ და მე საბჭოთა კავშირს. არსებობს კავკასიური ისლამი, რომელიც თავის დროზე ოსმალური ისლამის გავლენების ქვეშ იყო, იგივე შამილის მოძრაობა, ეს იყო ბექტაშების გავლენა, იმამატი, ანუ მიურიდიზმი, ეს ოსმალურის გავლენის იყო, მაგრამ ამ ბოლო დროს, ბოლო ათწლეულებში იქ არაბული ისლამი, სალაფიზმი. აი არაბული ისლამი ავიღოთ, ხო, არაბული ისლამი ყველა ამ რაც ჩამოგითვალ, ყველაზე უცნობია ჩვენთვის. ქართველებისთვის. რატომ? იმიტომ რომ ირანთან ჩვენ ურთიერთობა ბოლო 3000 წელია გვაქვს დაფიქსირებულად ირანელებთან. თურქული მოდგმის ხალხებთან ჩვენ თუ დავიწყებთ ახლა ხუნებიდან 1500 წელზე მეტია ურთიერთობა გვაქვს და მე ხაზარები და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ არაბებთან ურთიერთობა ჩვენ გვაქვს 1400 წელი ქონდა ისლამი როცა შემოვიდა და დაიპყრო საქართველო, ხო? პირველი ხალიფების პერიოდში, მაგრამ მე 300 წელი იყვნენ აქ და მე დავით აღმაშენებელმა ეს მოიშორა. ამიტომ ჩვენთვის უცხოარ ძვირფასო მეგობრებო, მე რასაც გიყვებით, ახლა რო ვიცი იმას გიყვებით რა, განსხვავებული არაბი, მუსლიმი და თურქი, მუსლიმი ერთმანეთისგან, როგორც სადა დედამიწა, ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამიტომ როცა არის რასაც ჩვევა არაბიზაცია რო დაიწყო ახლა ამ ხელისუფლებას, რო კითხო კონსერვატორები არიან. კონსერვატორობა, კონსერვაცია რაც ნიშნავს? შენახვას, მოვლას, გაფრთხილებას, ამას ნიშნავს. ვიღაცებს კონსერვი გონია, საჭმელი. კონსერვის ისა, ქილა, ბანკა. კონსერვაცია ნიშნავს გაფრთხილებას, მოვლას, რაღაცა რო გაქვს, იმას უნდა გაუფრთხილდე და როგორც ყოველთვის რაღაცა რო გაქვს, იმას რო უფრთხილდები, რისგან უფრთხილდები? უცხოსგან უფრთხილდები, გიორგი. და ამათმა კარიბჭეები გახსნეს რა. და შემოუშვეს ეს არაბულ ისლამს უშვებენ აკა. რო ამბობენ აფერი არ იქნება, კაცო ქალაქი აშენდება. არაბების ერთ-ერთი თავარი მოთხოვნა, სადაც სახლდებიან, იცით რა არის? პირველი მეჩეთი უნდა აშენდეს. ხარ ძვირფასო ქოცებო მზად და ძვირფასო ქართველებო. ყველას მოგმართავთ. ხართ ამისთვის მზად. უცხო ისლამის შემოსვლა ჩვენთან. თან ვინ შემოდის? არაბები უნდა შემოვიდნენ. ავღანელები შემოდიან და პაკისტანელები. ავღანელებს აღარ ვიტყვი არაფერს, ხო, რაც არის და როგორი ქვეყანაც არის. ხო? ასევე პაკისტანიც. ავღანეთი, პაკისტანი ის განსხვავებული ისლამია, განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი აგრესიულობით. ხوار ჩვენ ამისთვის. ჩვენ ოსმალურ ისლამთან ურთიერთობა გქონდა და თანაცხოვრობა გქონდა. კავკასიელებთან თანაცხოვრობა გქონდა. შუააზიურ ისლამთან საბჭოთა კავშირის და რუსეთის იმპერიის დროს გქონდა ურთიერთობა და თანამშრომლობა და მეგობრობაც და პარტნიორობაც ხშირად. მაგრამ ეს არაბული, რომელიც მე-12 საუკუნის მერე დავიწყებული იყო. ახლა ამა ჩემოყავთ აქა. ვარ ჩვენ ამისთვის და თბილისის საამიროს მე მოვისმინე რამოდენიმე ოცნების აპოლოგეტის გამო რა მოხდა კაცო არაბები აქო რო იყვნენო თბილისშიო რა მოხდა გითხრათ რა მოხდა უვიცებო და ბოროტებო და მოღალატეებო გითხრათ რა მოხდა 32 წელი დაჭირდა დავით აღმაშენებელი თბილისის დაბრუნებისთვის დიდგორი გაუხდა მოსაგები და მერე თბილისი იერიში დაიღო საქართველოს მეფემ აი ეს დაუჯდა და თურმე არაფერი არ ყოფილა კაცო გიორგი დაუკვირდი დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობის გადასინჯვა დაიწყო ამ ხელისუფლებამ
22 წელს სამჯერ შეუთვალე მე კახი კალაძეს, რომ თბილისის დაბრუნების 900 წელი ვიზე იმოთ. სამჯერ. მითხარით მსოფლიოში დედაქალაქი ერთიანი ქვეყნის 900 წლის დედაქალაქი რომელი არის? არც ერთი. არც ბერლინი, არც პარიზი, არც ლონდონი. ლონდონი ბრიტანეთის დედაქალაქი 900 წელი არ არის, ინგლისის დედაქალაქი იყო. ისე არც მოსკოვის ერთ არ იყო. ვერ დამისახელა ისპაჰანიც კი, თეირანიც კი არ ყოფილა, სტამბულიც კი არ ყოფილა, ანკარაც კი არ ყოფილა, პეკინიც კი არ ყოფილა 900 წელი დედაქალაქი. ჩვენ გამონაკლისი ვართ. რომ ერთიანი სამეფოს დედაქალაქი 9 საუკუნის დედაქალაქი. სამჯერ რო შეუთვალე, პასუხი მესამეჯერ ეთყობა მოვაძულე თავ, მესამეჯერ შემითვალა რომ კიო ვიცითო ჩვენ უნდა მუშაობთო მაგაზეო. დიდგორის 900 წელი არ ვიზეიმეთ. პროფანაცია მიდის საქართველოს ისტორია. რა უჭირს თბილისის საამიროს 735-დან 1122 წლამდე იყო. რამდენი გამოდის? 386 წელი იყვნენ არაბები თბილისში, კაცო, და არაფერი არ ყოფილაო. არაფერი არ ყოფილაო, ამაზე ლაპარაკობენ. და კონფლიქტი მოხდება მათთან. იმიტომ რომ ქართველებისთვის ეს არის უცხო ძალა, არაბული ისლამიც და ავღანური ისლამიც და პაკისტანური ისლამიც უცხოა ჩვენთვის. მათი ქცევის ეთიკა განსხვავებულია. კითხეთ ტაქსის მძღოლებს, ვინ როგორი იქცევა, სპეციალურად ვეკითხები. აი ჩაგიჟდა თურქი როგორი იქცევა. იმიტომ რომ უცხოელები ნახევარი მათი შემოსავალი ჩვენ ტაქსის მძღოლებს უცხოელებიდან მოდის. ხო? თურქი როგორი იქცევა, ირანელი, სხვათა შორის ყველა ტაქსის მძღოლი ამბობს, რომ ყველაზე ძდილობიანები არიან ირანელები. ყველაზე ცუდად ვინ იქცევიან? არაბები. არიციან მოსმენა, სხვათა შორის არაბებს დანარჩენებს თურქებზეც, ქურთებზეც, ირანელებზეც ზემოდან უყურებენ, იმიტომ რომ ახან ყურანი არაბულია, რახან მოციქული მუჰამედი არაბი იყო, იმიტომ მათ თავიანთი ურთიერთობები აქვთ. თურქებს, ირანელებს და არაბებს. სხვათა შორის საკმაოდ დაძაბული და ხშირად სისხლიან. მაგრამ ჩვენთვის უცხოა ეს ზალა, ავღანელები, პაკისტანელები და არაბების შემოსვლა არა გვაქვს ჩვენ იმუნიტეტი ამისი. როგორც მინიმუმ და გადა დემოგრაფიული მასშტაბებზე და გავლენების კონსერვატორობას აწვევიან, კონსერვატორობა რა არის? აი თანამედროვე მემარჯვენეების, იგივე ტრამპისტების და რესპუბლიკელების რა არის? ანტიმიგრაციული კანონმდებლობები წამოვიდა. ამ მეჩეთების ჩადგმა არ გერმანიაში და ინგლისში და იმაში პრობლემებს თურქები კი არ ქმნიან. პრობლემებს ქმნიან არაბები, ავღანელები და პაკისტანელები. თუ არ და შეგიძლიათ ეს შეისწავლოთ და ნახოთ. იმიტომ ყველაზე აგრესიულად განწყობილებია და ჩვენთვის მიუჩვეველია, კაცო. დავით აღმაშენებელმა ძლივს გადაგვაჩვია და ბიძინას მოყავს. ამაშია საქმე და ეთნიკური ჩანაცვლება მიდის. რო კითხო არიან პატრიოტები და ქართულის მომხრეები და ეთნიკური ჩანაცვლება მიდის. რუსები, პაკისტანელები, არაბები, ისე ქართველები რატომ მიდიან საზოგადოებაში? თვითონ სამუშაოს ვერ ნახულობენ. ვინმე ამიხსნას ეს ეკონომიკური ფორმაცია რას ნიშნავს ქართველისთვის სამსახური აქ არ არის და არაბებისთვის და პაკისტანელების და ვიმგენისთვის, ბანგლადეშელებისთვის არის. რატო შემოყავთ აქა? ვინ მიცა ბიძინა ივანიშვილს ამის უფლება? თბილისის საამიროს აღდგენის უფლება ვინ მიცა? შეურაცხყოფას ერეკლე მეფე შეურაცხყოფას აყენებენ ხალხო. ის არის შეურაცხყოფა რა ძეგლით დადგეს. ერეკლე ქართველის წარმოსახვაში რა არის ჩვენთვის? აი ყველასთან რაღაცა გვაკავშირებს ვიზუალი, ქვეცნობიერი და ზეცნობიერი. ერეკლე არის ხმალშემართული მეომარი პატარა კახი. ნახეთ რა ძეგლი დადგეს. სამარცხვინო. თან ცნობილია ერეკლეს გარეგნობა, ჩვენ ვიცით რამოდენიმე მეფის გამოსახულება გვაქვს. უმეტესად ხატების, მაგრამ სოლომონ პირველის და ერეკლეს სურათი ვიცით ჩვენ როგორიც იყო. ჩახატულია ესა. ხო? ის ერეკლეა რაც დააღენეს ტრასაზე. ეს არ არის შეურაცხყოფა პატარა კახის. და ხელი აქვს აწეული, დანებება, როცა ხმალი უნდა კონდეს. ებძვიან დავითის მემკვიდრეობას, ებძვიან ოჯახების სიწმინდე, ჯერ სიწმინდე რა არის, ოჯახის სიმტკიცე უნდა იყოს.
ხო ოჯახის სიწმინდის დღე გამოდიან უყურებ კაცები არიან ქალები არ არიან თუ ქალები გაქცეული არიან სალვაგარ და ისინი ინახავენ ოჯახებს რანაირი ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღეებს ატარებენ როცა ქალი აღარ დარჩა ქვეყანაში ბავშვი აღარ ჩდება ქართველი აღარ ჩდება და ჩანაცვლება ხდება რაც ვერ მოახერხა მტერმა და დუშმანმა ხმლით შემოსევით ჩამოსახლებით დედაწულიანად რომ მოდიოდნენ რაც მოიგერიეს დიდმა ქართველებმა დავითმა ერეკლემ სოლომონმა გიორგი წყირომ ყველამ თავს დებდა ამდენი თავდადებული მეფე არავის ჩვენ და ეთიოპელებს აგვყავს მათ დახოცილი იმპერატორები ყავთ ბრძოლის ველზე და ქართველებს მეტი არავის არ აღავს ალექსანდრე ბატონიშვილი მოსკოვში რო ჩავიდა პეტრესთან და შვედებთან საომრად წავიდა დედამისმა გააფრთხილა რომ არ შემარცხინო ახაო ამ რუსებთანო და იქო თავი გამოიჩინეო ბაგრატიონი ხარ და ქართველი ხარ რო ჩამოვიდა ფერმკთალი იყო კითხა დედამისმა რომ ხო არ მომჭერი თავი მტერთან ხო არ გამოიქეცი ივან უთხრა რა უქნაო დედაო ამათ მეფეები თურმე არ ომობენო ამათი სარდლები არ ომობენო ის პატარა კახი პირველი შედიოდა ომში და ბოლო გამოდიოდა 100 ჭრილობა ქონდა რო განბანეს ვისთან ომობდა ნეტა და ისინი შემოყავთ და რანაირი ქართველები არიან რა არის ამათი ისე ნაციონალიზმი რაში გამოიხე მემარჯვენეობა ქალი არ დატოვეს ოჯახები დაშალეს ახალგაზრდობას ებძვიან წადითო გადაშენდით ამ ქვეყნიდანო ებძვიან მთავარ მოკავშირეებს ვინცმა მითხარით ოდესმე ევროპა თუ დასხმია თავზე ევროპული გარდა რომაელებისა და მერე მოკავშირეები გავხდით მათი პომპეუს ლაშქრობის მერე ყველაზე მაღალი ტიტული მივიღეთ რომაელი ხალხისა და სენატის მეგობარი და მოკავშირე ეს იყო იბერიის მეფეთა ტიტული ყველაზე დიდი პატივი რომელი ევროპული სახელმწიფო დაესხა საქართველოს მითხარით დამისახელეთ და ევროპა საშიშიო ევროპაში კაცებს ათხოვებენო და აუღანელები შემოყავთ სადაც ისა რა ქვია პედოფილი არის ჩვეულებრივი ამბავი ავღანეთში ჩვეულებრივი ამბავი ავღანეთში წვერ გაპარსული ვინც დადის ის არის ჰომოსექსუალიზმის ობიექტი თუ პირველად გაიგეთ და ისინი შემოყავს ბიძინას და გვიმტკიცე რელიგიაზე ქრისტიანობას იცავენ უღმერთო თუ დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობის გაქრობა მიდის ისა არც დიდგორი იზეიმეს არც თბილისის დაბრუნება იზეიმეს არაფერს არ აკეთებენ და როგორც კი რაღაც შენ ნიშისტი ხარ შენ ისა ხარ შენ იმგენის მხარეზე ხარ მე ვარ ლიბერალი და თქვენ ახართ კონსერვატორები აი სიმართლით იარეთ კოცებო და ფილოსოფოს ხელმოწარული ფილოსოფოსი ყავთ ერთი ლოთი კაცი ბასიაკი და ისა იდეოლოგი მთავარი ამ ქვეყნის და კახი კალაძე თბილისის ბიჭო თბილისის მერი ხარ დღედაღამე ქუჩაში უნდა იყო უფალს მადლობას უნდა წირავდე რომ თბილისის ისა რა ქვია თავი ხარ და არაო კაცო ჩვენო რა ისო თბილისის აღებაო და 900 წლის დედაქალაქი ერთიანი სამეფოსი მთელი მსოფლიოში უნდა გვეზეიმა ესა და ყველას უნდა გაეგო ესა დიდგორი ვერ გავბედეთ და დადიან შუაზიაში და ჩვენი დამაქცევარის და სისხლის მსმელის იმისი რა ქვია თემურლენგის იმაზე მგენი დადეს ეს კობახიძე რა ქვია ვენოკებით აი ეს არის დღევანდელი ხელისუფლება კუბას უნდა დავასრულოთ სამწუხაროდ დრო მოგვეწურა მადლობა ძალიან ერთ დღეს გაასწორებენ ყველაფერს ერთ დღეს დაეცემა ყველაფერი თავში ბიძინა ივანიშვილს აი ყველაფერი რასიბოროტებიც თესა და ქართულმა ოცნება და სხვათა შორის მათმა მომხრეებმა ვინც დღესაც ერთგულობენ ქართველობას მე რომ ასწავლიან მე გუბას სანიკიძეს საქართველოს ისტორიას მე მასწავლიან მემარჯვენეობას კონსერვატიზმს მე მასწავლიან რა ჭირდება ამ ქვეყანას მე მასწავლიან რისგან შედგება როგორ დაიბადა როგორ ომობდა როგორ იბრძოდა როგორ სისხლს ღვრიდნენ ჩვენი წინაპრები ეს ნაციონალები მე მასწავლიან თურმე რა არის საქართველო
და ვინ არის ქართველი? ვინ არის ერეკლე? ვინ არის დავითი? ამათმა იციან პაპუაშვილმა, კალაძემ, ბიძინამ. ამათმა იციან საქართველოს ჩემზე კარგად და შენზე კარგად თურმე. რა არის ეს ქვეყანა? და საიდან მოდის? და რა მისია უნდა კონდეს? რომ ევროპა თურმე მტერია. გვებძვიან, ჩვენი გადაშენება უნდა, ჩვენი გადაჯიშება. ვინ აჯიშებდა ქართველებს? აღმოსავლეთი და არადასავლეთი. რამდენი გადაჯიშებული ქართველი ჩამოვიდა ევროპიდან, მითხარე? რამდენი გათხოვდა იქ, მითხარე? რამდენს წაართვეს ენა? და ამ პროფანაცია ბნელი ხალხი არის აყოლილი. ამიტომ არის სიბნელე, გიორგი, ამიტომ არის განათლება საჭირო. ამიტომ დავიწყეთ მე და შენ ისა, რომ იქნებ რამე გავაგებიოთ ამ ხალხს, იმიტომ რომ ბნელი არის სახიფათო. კუბას ძალიან დიდი მადლობა, რადგან ვახსენეთ. იდება უფალს, ყველაფერი კარგად იქნება და ღმერთი ფარავდეს ირანს და ირანელ ხალხს. რადგან ვახსენეთ ჩვენი გადაცემა მოტოციკლი მაყურებელს უბრალოდ მინდა უთხრა რომ სამშაბათიდან განახლდება დროების YouTube არხზე მოგზაურობა წარსულში ეს არის ციკლი ისტორიაზე, მსოფლიო ისტორიაზე, დადგება დღე როცა საქართველოს ისტორიაზე დეტალურად ვისაუბრებთ.